ისტორია, რომლის შემდეგაც ბრუკ ეივენი აღარ გეყვარება. შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის არის ძალიან კარგი თამაში. დავიწყოთ ისტორია და ხალხო ნამდვილი ისტორია და ამას დაგიმტკიცებ. დავიწყოთ. ვინც ბრუკ ეივენი შექმნა იყო სკამერი. მას ბრუკ ეივენი იმიტომ არ შეუქმნია, რომ ყოფილიყო საყვარლობა თამაში და ეთამაშა ან დედაშვილობა და ან კიდე გქონდა ესეთი ცხოვრება, რომელიც რეალობაში გინდა. პირიქით, მას უნდა საშინელი, საშიში და რომ ადამიანს წეულიდეს, ისეთი თამაში შეექმნა. შემდგომ იმ ღილაკზე ხელი დაეჭირა გაკეთების დროს, რომ გამოუშვა თამაში, დაუმთავრებელი საშიში თამაში. ბრუკ ეივენში გაგიშვებოდა კითხვა, როგორ? ეს ხომ უბრალოდ ტყუილი ისტორია. და რა გვაძლევს ამის მტკიცებულებას, რომ ბრუკ ეივენი მართლა ასეთი საშიში თამაში უნდა ყოფილიყო. საიდუმლო ადგილები, ბნელი ადგილები, ობობიანი ადგილები, სარდაფი, რომელიც საიდუმლოსაც თუ ამოხსნი, ის წევლა გახსენი. სახლი, რომელიც სარდაფში ჩასვლა, ნამდვილად საშინელება. იმ სარდაფს ვერასოდეს დახურავ, ვერასოდეს ვერ გაივლი. ამის მცდელობა მინდა ჩემს მეგობარ ნატალისაც გქონია, ბარბარისას და ანისაც. მაგრამ იმ სარდაფის საიდუმლო ვერ ამოხსენით. და ვინ არის შავი ადამიანი, რომელიც იმ სარდაფში ზოგიერთ ადგილას ჩდება? ეს არის თვითონ ის პიროვნება, ვინც ბრუკ ეივენი შეხვდა. ვიდეოების თანახმად, თუ ჩვენ ამ საიდუმლოს ნახევარზე ამოვხდით, ის ბოლოში გეტყვის. შენ მე მომკალი და უბრალოდ გაქრება. ამის მტკიცებულებას განახებთ, უბრალოდ ბოლომდე მოусმინეთ ჯერ. რითი რამდენი საიდუმლო ადგილია? TikTok-ში თუ დაწერთ ბრუკ ეივენის საიდუმლო ამბები, მაშინ მოგიგდებთ რაღაცებს, რისაც გაკეთების შემდეგაც მართლა რაღაც საშიში ხდება. აი, ამის უტყუარი მაგალითი. ახავე განახებთ. ჩვენს კეს არ განახებთ, რადგან არ დამაკოპიროთ მე. იციან, მოგეწონებათ, მაგრამ მაინც. კარგით. ეს ვარ მე. არ დამაკოპიროთ. თქვენთან შეგიძლიათ დაიწყოთ. აი, მოკლედ, ახლა დავიწყოთ, მაგრამ დავპატარავდები, რადგან ასე უკეთ განახებთ. პირველი ბრუკ ეივენის საიდუმლო ადგილი ეს არის. ახლავე განახებთ. ვიდეოს ავაჩქარებ და განახებთ იმ ადგილებს. რატომ უნდა იყოს ეს ადგილი აქ? Nasıl? Kefir, soda, limon. Sabah akşam Akşam da. akşam içiyorsa sabah ზუსტად არ ვიცი ის ადგილი თუ აღარ არის, მაგრამ იყო ადრე. ანასტორ ადგილას მოვედი შემთხვევით. Sirkemiz yok mu? Elma sirkesi var sanki. Onu buraya çıkart abi. Sabahla bir bardak suyu içine atıyorsun öyle. Şöyle yemek kaşığını. ben de içmeyeyim İçtin istemiyorum. mi? ვიპოვოთ ახლა ის ადგილი. აქ აშკარად არ არის. აი, სადღაც იქითკენ მოხდა. აქ, კი, აქეთკენ. ადრე, როდესაც ვთამაშობდი ბრუკ ეივენს, მაშინ მოხდა. ერთ-ერთმა ქართულმა გოგომ ეგ მანახა ადგილი და ამ დღიდან დავუჭდი, რომ ბრუკ ეივენი საშიში თამაში იყო. სადღაც აი აქ იყო ძალიან ჩასაძრომი. აი
ვინ მოიფიქრებდა ამ ადგილას სამალავს? უი. არა, მოიცადე, ის ადგილი სად არის, უნდა ვიპოვნო. აი, ამ ადგილას ოღონდ რაღაცნაირად უნდა ჩავწვრე. აქ. როგორ ჩავწრო ის გოგო? არა, მახსოვს, რადგან ძალიან დიდი ხანია უკვე მე მაგ ადგილას არ ყოფილი ვარ. მაგრამ აი, ვინც დიდი ხანია ბრუკეივენს თამაშობს. ალბათ იცის უკვე ეს ადგილი, რას გულისხმობ. აქ ძალიან ბევრი ვიტრელი, მაგრამ ისე ვერ ვიპოვე ეგ ადგილი. მოკლედ, მეგობრებო, აქ რატომღაც ის ადგილი აღარ არის, ამიტომაც წავალ შემდეგ ადგილას, სადაც განახებთ, რომ არის საიდუმლო ადგილი. მაგრამ მოდი ყველაზე საინტერესო რაღაცაზე გადავალ. იმ სახლზე, რომელზეც ისტორიები დადის. აჰა, გელდი. ეს სახლია ძალიან ცნობილი. Burada buradaymış kulağa. მოკლედ, Kulağa duyuyor. შევიდეთ კარებში. მოკლედ, პირველ რიგში მოვად ბუჩქთან ამდგან ავიღოთ ეს წიგნი, მაგრამ დააკვირდით აქ. ანუ ვიღებთ იმ ადგილად. თან არაფერი არ ხატია. ოპა, ღამდება, მაგრამ ღამი ნახან ამ ადგილს არ შეიძლება შესვლა. ჩვენ ამ წელს დავარხოთ და შევალთ. ამ ადგილას შესვლა მაგრად მეშინია. აი, ამ სარდაფზე გულისხმობ. ეხლა თქვენ ალბათ დიდი ალბათობით ამ სერიალ კედლებს ხედავთ, იმიტომ რომ რეალურად ეს აი ხალხო ნახეთ. ასე განახებთ, რადგან მიკედავს ასეთი ცარიელი კედლები. ასჯერ ვარ საით უნდა წავიდე, მაგრამ მგონი ახეთკენ. ნახეთ, აბლა აქ სასაფლაოებია. აქ თუ ჩავხვედი, სამუდამოდ გაიჭედები. მეგობრებო, ალბათ ამ მომენტში შაქ დაინახეთ რაღაცის თავის ქალა, რომელიც მე კიდევ ვერ ამომიხსნია რა არის. მეგობრებო, ეტყა რაღაც კი შემიჟინე მე მგონი თავის ქალა არის. აი, მოგიხაზავთ. აი, ეს. Facebook-ზე ფაილაში ნატოლის დივიდი და ორდადიო. მოკლედ მეგობრებო, აქ ამის ქვეშ არის აი ასეთი რაღაცა. აი ეს უნდა გააქტიუროთ. ხედავთ მაგალითი? კი, ხედავთ რეალობა. ხედავთ. რა თქმა უნდა მეგობრებო, ვერ დაინახეთ ხო? კარგი ხო დაინახეთ. ხო, მივხვდით რომ ბრუკეივენ არის საშიში თამაში. ვინც დამოუკიდებია ყველა დამპალი ხარ. მეგობრებო, ეს იყო მაგალითი რომ ბრუკეივენი არის საშიში თამაში. გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, ეს რეალობაა. მეგობრებო, ვფიქრობ, შევიცვალო სახელი. არ ვიცი, არ ამგონია შევიცვალო. მაგრამ აღარ მინდა კატობად ყოფნა. მინდა რაღაც ბაყაყობისკენ გადავინაცვლო. არ ვიცი. მეგობრებო, როგორც კიდე დავიწყებ, დასახელი ჯიმს კეინს შეეფერება, აუცილებლად განახებთ. ბაი!